გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგონე ბერიძის სასამართლო პროცესზე 7 მოწმე დაიკითხა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ. გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგონე ბერიძე დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და ნებერიძე წინა სხდომასაც არ დაესწრო. მოსამართლის თქმით გადამოწმდა ბრალდებულის მდგომარეობა ის ჯამრთელია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ამიტომ საქმის განხილვა მის გარეშე გაგრძელდა. გარდაცვლილის დედა ნათია ლალიაშვილი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 9 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგონე ბერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს. იაგონე ბერიძეს brალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138 მუხლის მესამე ნაწილის გექვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე brალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. Სალოდნელი იყო ჩვენთვის, რომ უნდა დახურულიყო და ვიცოდით ამის შესახებ და მომდევნო სხდომებისთვის, როდესაც დაიკითხება ჩემი მეუღლე, ის დაესწრება. მოლოდინი მაქვს, განაჩენის მოლოდინი მაქვს იმის, რომ უნდა მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა. ან უნდა სიკვდილით დაისაჯოს, რაც ჩვენ არ გვაქვს. ამას აღარაფერი არ სჭირდება, აღარც ეს. ჩემი აზრით ორი პროცესი, სამი პროცესი და მორჩება. მეტი რა უნდა. რას დაგვარბეინებენ, ან ჩვენ რას გვიღვიძებენ კიდევ და კიდევ ყველა წამს.